95 გააჩერე ხელი მეშლება 14 რო გავამრავლოთ 17-ზე რაიმე აღარ ვიცი ძალიან ძვირიჭდება ეს რემონტი რა ძალიან ძვირიჭდება ლაშიკო მოდი კიდევ ერთხელ დავითვალოთ რა ვაიმე აღარ გვინდა კეთევან რა ეს დატოვა რა პირველად რომ დავითვალეთ 500 ლარით მეტი გრჩებოდა მეორედ დავითვალეთ და ზუსტად ყოფნიდა ეს ფული მესამედ დავითვალეთ და ის 500 ლარი დაგვაკლდა აღარ გვინდა რა ეს დატოვა არ ყოფნის ფული ლაშიკო რა ვაიმე რაღაც უნდა მოვიფიქროთ რომ ფული დავზოგოთ აი ხარჯები უნდა შევამციროთ რაღაცეებზე უარის თქმა მოგვიწევს მეც მაგას არ ვაყოლ კეთება მაჩვენე მეც მაგას არ ვაყოლ აი ნახე აი ამასაც გადახედე ხო ყველა ვიცი აგერ არ წერია კეთება მეც მაგას ვამოყრო ვიყიდოთ ეს იაფასიანი საღებავი ვიყიდოთ და ფულსაც დავზოგავთ ხო და კიდე ის რა ქვია აი მაგალითად ლამინატი ხო საძინებელშიც ლამინატი დავაგოთ კეთება ვაი და ნახევარ ფასში გამოვავთ რა ვაიმე ლაშიკო არა რა მუხა კარგია ხეს უნთქავს ლამინატი დავაგო და მე ვისუნთქებ იმ ხეს შეესმარ დავზოგავ ფულსაც და კეთება აბა არ გამოვასი არაფერი რა აი კიდე ის მაგალითად აი ეს აჰა შეხედე რა აი ახალი კარადები მაგალითად კარადები ჯობია იმ ძველის მოტანას ახლები ვიყიდოთ რატომ რატო კეთევან ეხლა წარმოიდგინე ხა შენ რა იმ ძველებს უნდა ის ძველები უნდა ჩამოიტანო მოიტანო მე ამოიტანო გადო ვაიმე ეს ლაშიკო ეს მოიტანო ეს ამოიტანო მე დავიხ ახლებს საცხო მჭირდება ხო კეთება მაგრამ ჩამოიტანო ხო და ძველებს ავუყოთ დეჩისოჩო ვერ გავიგე დეჩისოჩო კარგად მითხარი არ მესმის ვერ გავიგე მოუფიქრეთ რამეს თუ ხო კეთება ბატონო კიდე იცი რა არის აი ეს გამწოვი მაგალითად რო გიწერია გამწოვი ხო არ გვინდა ეგ გამწოვი და როცა დაგჭირდება მტევსას უსდი დავკიდო კარგი რა დროს ხუმრობაა რა დროს ხუმრობაა რა აღარ შენ აი ვიპოვე ყველაზე ძვირი რაც გიჯდება ლაშიკო მუშები ყველაფერი ჩვენით უნდა გავაკეთოთ აი მაგალითად კაფელიც ჩვენით უნდა გავაკრათ რას ლაპარაკობ კეთება კაფელი ჩვენით რანაირად უნდა გავაკრათ ძალიან კარგად აი უყურე ჰოპ აი ჭერიც ჩვენით უნდა შევღებოთ უყურე ჰოპ მომიშვინე კეთებან მომიშვინე შენ დაზოგვა თუ გინდა ხო დაზოგვა თუ გინდა მოდი მაშინ ჭერიც არ გავაკეთო მოცა ესე ვიყოთ ხო და არა ვიხედოთ ზევი არა იცი რა მე მაინც ვფიქრობ ვიღაც უნდა და ეს კიდე სადეს ვიღაც უნდა დავიხმაროთ რა ვინ უნდა დავიხმაროთ კეთებან ვინ რა ალაგე ხო მოიცა ეხლა ყველაფერს აი მივალაგოთ მოიცა ნელა თილად ეხლა ამას შენ რაღაც არ გაუფუჭო აი ვინ უნდა დავიხმაროთ კეთება მითხარი ხა ვინ შეიძლება კეთება გინდა ჩემი ფეხბურთის გუნდს ვეტყვი შევასიოთ ბავშვები ჰა კარგი ლაშიკო რა ფეხბურთი რა ბავშვები რა შესება ვინ უნდა დაიხმარო აბა მითხარი სანდროს დავურეკოთ ირაკლისაც ვეტყოდი მაგრამ რა ვიცი რა მე რო დამჭირდა რემონტზე დახმარება ეხლა მოუნდა რაღაცა სიმპოზიუმი არ გახვედით ბოლოში თამა აი მოდი როგორ ახარ თამარ? თამა. სად დაქრის შენი გონება თამარ? ხო, დაქრის, ხო, თან ეხა კალოტკებით შევცვალე. გაჭირს რა. აი მოკლედ მიდი ხო მიდი. მივალაგებ რაღაცებს და მიდი შენ და ყველაფერი მარცხნივ მიაწყე, მარცხენა კუთხეში მიაწყე. მიდი მარცხენა კუთხეში. რა უნდა ამას? რა უნდა ეს ყველაფერი სახეზე გაწერია. რა არის? არ დაურეკავს ნიკას, აიცი რა, რომ ის დამირეკოს არ ვუპასუხებ რა.
მაიმე, რა მოხდა ახლა ეთყობა რაღაც საქმეები აქვს და შენთვის ვერ მოიცალა. ხო და აი მეც მაგას ვფიქრობ, რა ჩემთვის თუ არ ცალია, საერთოდ ვფიქრობ ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. იცი რა დაო, ახლა არ ჩქარდები. შენ ამ ყველაფერს დრო ჭირდება, ხო უნდა დაფიქრდე და ისე უნდა დაწონო ყველაფერი და ამისი დრო გაქვს? ნუ დრო კი. ხო და მოდი მომეხმარე ერთი ამ. და მომეხმარე, მოდი კიდეს ხელი მომიყიდე, მოდი. კარგი, მოგიხმარები, მაგრამ შეც მომეხმარე, ახლა გადაწყვეტილების მიღებაში გავაგზავნო ურთიერთობა თუ შევწყვიტო? აჰა, of course. ეხლა მომისმინე, ესე იგი, 2 დღე არ დაურეკავს, არ მოუწევი, არ მოსულ, არ გინახავს, ხო გასაგებია, ესე იგი, რა არენატრები დავეჯერო. ვაიმე, ვის ყავს, ვის, ერთი გამაგებინე, ჩემი ერთადერთი და ვის უნდა ეხვეწებოდეს ერთი გამაგებინე. არ მიწერო, არ დაურეკო, არ შეხდე, არ ნახო. თვითონ მოგწეროს, თვითონ დაგირეკოს. მოენატრები, მოვიდეს, იტირებს, იტიროს, დაიჩოქებს, იჩოქოს. მოენატრები, მოენატროს, ლოყებს დაიხოკავს, იხოკოს. აი ესე მორჩა. გადაწყვეტილება მიიღე. გადაწყვეტილება არანაირი ნიკა, არანაირი ურთიერთობა. მორჩა ვინ არის ნიკა? დამანებეთა. დაგეხმარე? დაგეხმარე, დამეხმარე. ხო და მოდი ახლა შენ. კიდე სკენ მოგიდა. ძივი. თეთევა, ყავა გავიკეთე რა. რა ყავა ეხლა როგორ უნდა გაგიკეთო ყავა? გამაგებინე ნახე რა დღეში. როგორ რა უნდა ყავის გაკეთებას? ჰოპ. თქვენი ყავა. თქვენი მეუღლე როგორ არის? ოპერაციამ როგორ ჩაიარა? მომიკითხეთ აუცილებლად რა. არა, გაუგებრობა, აგიხსნი. ვეკო, ცადე, წამი. აგიხსნი, ვეკო. რა ხდება თეო? ანა, ამოხდი ყავა გინდა? აუ, კი ძალიან რა. არ არის ხა? აი, ამ წამს მოგიდუღე. მე რა კარგი მოდიოდი, მაგრამ ნუ შენ. მატარიცი, ხა? აბა თუ გამოიცნობ რა გაჩუქა ოთო? მოიცადე ოთო იყო მოსული? ხო, მოსული იყო, არ დახვდი და დაგიტოვა. რა დამიტოვა? არა, ხა. ეგრე ადვილად არა, უნდა გამოიცნო. კაი, მითხარი რა თეო. კაი, მაშინ ვარიანტებს გეტყვი. ა, ყვავილები, ბ, სუნამო, გ, ზღვის გოჭი და დ, ახალი ტელეფონი. ახალი ტელეფონი დამიტოვა, ხო? არა. სუნამო? არა. ყვავილები? ზღვის გოჭი რა. გაგიჟდა ეგ ბიჭი? მოიცადე, ნატ არ დამიმთავრებია. ეხლა უნდა გამოიცნო რა მოყვამ ზღვის გოჭს. წერილი ბელექსი. მოიცა რა თე. ეს რა? ნატა, ხმამაღლა წაიკითხე, იმიტომ რომ მაინც აკითხული მაქვს და აზრი არ აქვს და ზღვის გოჭი კი ვარ მე რა. ნატას ლამას ხელებზე მივუღუტუნებ. ოთოსგან ვარო ღიმილით ვეტყვი, ან თუ ვერ ვეტყვი მივუღრუტუნებ. გიშდები ბიჭმა რო იცის როგორ უნდა მოიგოს გოგოს გული. წამყვანა რა უყვამ ზღვის გოჭს თეო, გაგიჟდა ეგ ბიჭი რა. მე ვიფიქრე და მენიუში რო შევიტანოთ. აი რა მოხდა? ვიღაცა მოვა და შეუკვეთავს. აი რაღაცა უნდა მოვიფიქრო, რომ ამ ბიჭმა თავი დამანებოს, კაცო. იმ დღეს ჩემ აივანთა ინდგა მთელი ღამის განმავლობაში სერენადას მიმღეროდა და იმის მერე მეზობლები ოთოს სულის კოკობოს მეძახიან. ნატა, სულის კოკობი ცუდი კი არ არის. მე ვიცი რატო გაჩუქა შენ ზღვის გოჭი. რატო? იცი რატო? ეგ ხო წინააღმდეგობებით ახსავსე ბიჭია. ხო და ეგეთ დასახელებებზე გიჟდება როგორ ჩანს. ხო, ძალიან. მე ვიცი რა იქნება შემდეგი საჩუქარი. შრალი ყინული. მოიცადე ხა ლურეკა. ვეთქვი რომ ბარში მოვიდეს და ძალიან მკაცრად დაველაპარაკები, აი ნახე. ოთო. ერთი წუთი გაჩერდი ოთო. კიდე ჩემო სულის კოკობო. როგორ მოვიშორო? რაღაცა ხომ და მოვიფიქრო, რაღაცა უთხრა რომ
დავანებოს თავიდან, ნუ ისიც საჭუქრებს, ნუ. ოთო, ერთი წუთი გაჩერდი. შეგიძლია ჩემთან ბარში მოხვიდე, რაღაც საქმე მაქვს შენთან. ოთო. გამოფრინდა. შვენიერია. ზანდა, გადასარევია. ხმოცა გავზომო. შვენიერი ზომებია. მე რაღაც რაღაცა. აქედან ესე. რას ხატავ, თამარ? გულს. რატომ ხატავ? ჩვენ ხო უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რა? რო წყვეთ ურთიერთობას. გამოდი, მათ რაღაც უნდა გავზომო, გამოდი. მოდი, მომეცი აი მე რა დღეში ჩააგდო აქაურობა. ესე იგი. ესე. თეთევანი. შენი ტელეფონი იჭერს? რატომ ეკითხები? არაფერი ისე. მომეცი. თეთევა, რანაირი საღებავია ეს რა? რანაირი საღებავია? ყურძია წერია წითელი. არა და რო შეხედავ ნარინჯისფერი. წაუსვევ კედელზე და არის ყვითელი. ახსოვს ხო ეგეთი ქონდა. 15 ლარი ღირდა. 12-ად გვაძლე და ბოლოს 10-ად ვიყიდეთ. ვერ გეტყვის თუ რა? გამოდი. რა არის თამაში? რანაირი სახე გაგაცო? რაღაცა არ მომწონს, რაღაცა გაწუხებს რამე? თქვი თამარ გახსენი. და შენ ეგ საღებავი გახსენი. ესეც ვერ გეტყვის თუ რა? მიდი ხო შედი მარცხნივ დააწყვე ხო? არ შეგეშალოს ხო? მიდი. თამრი. იცი რა მახსოვს თამრი? მე რო ჩუთ ყვავილა დავმებართა. რა სამტრედიაში წახვედი და იქამ რო აიტეხა მეც წამოვალ შენთან ერთად იქნებიო და რო წამოყვა და მე იქ სამტრედიაში გუზანას რომ მიეხმარა ყანაში ესე გათოხნაში და მე გუზანამ რო უთხრა ნიკა ბიძია წამოდი თითო ჭიქა დავლიოთო და არა გუზანა ბიძია ვერ სამწავალ დავიძინებო ხო ვიცი რომ ეგრე არისო. აუ არ გვინდა რა, ეხლა გახსენებთ, თორე მეც მახსოვს. რა და რეზო და ეშმაკის ბორბალი. რომელი ეშმაკის ბორბალი? რომელი და ზემოთ რო იყავით. რა ვიცი, მე ზემოთ აღარაფერი აღარ მახსოვს. მე მახსოვს, გულდაფიქრი რომ გელოდებოდი. ხო, კაი. ხალხ არ დამეჯახო. მე თქვენი გამკვირვებია რა. ეკონომიაო. ეს 2 ლარიანი გაზეთი რო არ დაგვეფარებინა. თავზე 30 ლარი. თამა. და. რა არის ეგ რო ზიხარ მან და კაეშანი შემოგწოლია? რა კაეშანი? რა ვიცი მე ლაშა მეგრე უთხარიო თორე მე სულ ვერ ვერკვევია. რა ტიპია. აჰა, ესე იგი. აჰა, ეს გამომდის ძალიან კარგად. რათ მინდა მუშები. რათ მინდა, აჰა. აი, გადასეთევანი. იცი რა ვიფიქრე? აი კი გადავწყვიტე რომ გავწყვიტო ყველანაირი ურთიერთობა ნიკასთან, მაგრამ მაინც ხარ ჩქარო გადაწყვეტილების მიღებაში თქო, იცი რა არის თამი, ახლა უნდა დაფიქრდე, გესმის, აი უნდა აწონო. აი უნდა შეხედო, უნდა შეადარო ერთმანეთს. შევადარო? ხო, მოიცა. კარგი, შევადაროთ. ნიკამ. აჰა. დიდი ხანია ვიცნობ. პრინციპულია, მიზან დასახული, სამსახური აქვს. ხო, დავახო. მას დიდი ხანია ვიცნობ. აჰა. ესე იგი პასუხი შენ თვითონვე გვაქვს, ხო? ნიკა ჯობია. იცი რა, თამრი ნიკა მართლა ძალიან კაი ბიჭი. აი, რაღაცნაირი იცი სასიამოვნო, სვით. ხო. ბიჭია, რაღაცა კარგი ბიჭია, ხო? ხო და მიიღე ახლა გადაწყვეტილება თამრი რა. ადექი და გააგრძელე ურთიერთობა. შეზლულს როგორც გაუხარდება და ოღონ შემხავდე ჩემოდაო, ჩემი ერთადერთი და ხარ და შენ უნდა იყო ჯანმრთელი და ბედნიერი. როგორც შენ გაგიხარდება ისე უნდა. შვიდად, ახლა შენ როგორ განერვირებ მაგაზე? აუცილებლად.
მორჩა და გათავდავს, ხო, გასაგებია, ესე იგი, მიშენარიტელება, ხო და მოდი მომეხმარე. გამომართვის, საწერი მაქვს. ჩვენ მოვჭით ახლა იმ ოთახის შეღებას უკვე მოვჭით, დავამთავრეთ. ხო, კარგი ბიჭები. ისე შენ ლაშა, კარგი ქენი მე რო იმაზე დამიძახე, შეღებაზე რა. ხო, ეს შპაკალი არ არის ჩემი მოწოდება, გესმის? აჰა. ისე, რა ვიფიქრე ხა იცი? აი ეს მთელი ინფორმაცია რაც თავზე მადევს. თავში რომ გქონდეს, ამაგარი აჰა, ესე იგი დღევანდელი შემოსავალი სულ ეს არის, ხო, თეო? ხო, ეგ არის და კიდე ზღვის გოჭი. ღროდემდე უნდა იცინო. სანამ ახალ საჩუქარს არ გაჩუქებს. ზღვის გოჭის მერე რაღა უნდა მაჩუქოს, ვერ ხვდები. ზღვის გოჭის ჩასადები, ნატა. სახელი მოვიფიქრე, იცი? გოჩა. ხო, როგორია? ზღვის გოჩა. ძალიან მაგარია. აი, სად არის ამდენი ხანი რა? ერთი სული მაქვს, როდის მოვა, რომ უთხრა, რომ აღარასოდეს აღარ მოხვიდე, თქო. პოსეიდონმა მოაკითხა თავის ზღვის გოჭს. როდესაც სოფლიოს ულამაზესი გალბატონი გირეკავს და გეუბნება, რაც შეიძლება სწრაფად მოდი შენთან საქმე მაქვსო, 15 წუთზე მეტი არ უნდა დააგვიანო. ბაბა, როგორ არის ჩემი სულის კოკობი? აი, სწორედ აი ამ სულის კოკობზე მინდა სერიოზულად დაგელაპარაკო, თო, მოდი. სერიოზულად მოლაპარაკე ხალი ეს ჩემი სისუსტეა. რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მინდა რომ გითხრა. ნატა, შენი სიტყვა, ყოველი შენი სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანია. კომართლა რა ზღვის გოჭმა, იცი რამდენი ველაპარაკე შენზე? ხო და აი ეს ზღვის გოჭი საიდანღა მოგაფიქრდაო, თეო დაწყნარდი. ცინა ძალიან მიყვარს ზღვა. და მინდოდა რომ ჩვენ ურთიერთობაში რაიმე ფორმით ზღვა ყოფილიყო და ამიტომ გაჩუქე ზღვის გოჭი. და შენ გონიაო თო რომ მე ამის დრო მაქვს რომ ეხლა მე ზღვის გოჭი მოვა. ძალიან მარტივი მოსავლელია, ძალიან. უბრალოდ ერთადერთი როცა მოუსვენრობას შეატყობ, დამირეკე. ნუ გოსყავს ესეთი მეორე იმას, წაუყვან, დამშვიდდება და მოგიყვან ხოლმე. ოთო, მინდა რომ რაღაც გითხრა. გისმენ. კაი. არა, ხმას გაუთიშავ და? არა, უპასუხე და მე გეტყვი. არა, უპასუხე და მე დაგელაპარაკები რა პრობლემა. ნატა, ჯერ მითხარი და მე ვუპასუხებ. ჯერ უპასუხე. კარგი. ხონუგო. რა? მართლა? როდის? კარგი. გამოვალ ახლავე. რამე მოხდაო, თო? დიდი ბებია გარდა მეცვალა. ძალიან წუხვარო, თო. ეხლა? ყველა მაგის გაზრდილები ვართ. ყველა? მე დედა ჩემი, ბებია ჩემი. უნდა გავიდემე და მითხარი რისი თქმა გინდოდა მითხარი. კაი იყოს, მე გეტყვი. არ მეჩქარება. კარგი. აბა. ნახონდის. ჩემო სულის კოკობო. მომისმინე, ხო ვეღარ გავიგე, აი გულს დავუჯერო თუ გონებას. აჰა, ან ერთი რას გეუბნება, ან მეორე. გული მეუბნება, გონებას დაუჯერეო, გონება მეუბნება, გულს დაუჯერეო. მოდით ამრი,
მოდი ახლა მომისმენი აქ, მოდი, აი, მოდი, შეხედი ამ შპალერს, შეხედე. ხოლამაზია, ხო მოგწონს. მეც ძალიან მომეწონა რომ ვიყიდე არაჩვეულებრივი შპალერი იყო. აი, შეხედე ახლა იმ კაფელს. ისიც ხო ძალიან ლამაზია, ხო? ხედავ, ძალიან მომეწონა ესეც რომ ვიყიდე. მაგრამ ეხა ესენი ხო არ უხდებიან ერთმანეთს. აი, შეხედე ერთმანეთში ადარა, ხო? აი, ესე ხარ შენ და ნიკაც. სამწადოები ძალიან კარგები ხართ, მაგრამ ერთმანეთს ვერ უხდებით. არ უხდებით. ამიტომ არღის ურთიერთობის გაგრძელება. შეწყვიტე ურთიერთობა. ძალიან კარგი, ხო და შევწყვიტე ურთიერთობა. არანაირი მორჩა და გათავდა. არანაირი ნიკა და არანაირი ურთიერთობა. მორჩა და გათავდა. შეწყვიტე არა. შენ თვითონ გაუთიშე. მიდი გაუთიშე, მიდი, მორჩი, დაამთავრე ურთიერთობა, მიდი. გაუთიშე, მიდი. ალო. ნიკა. ნიკა, ამოიღე ხმა. რაიმ. კრი დაიბანე გაჯიანი ხარ ასე. მოდი, დაიბანე. არა, სანდრო, არ გამოდის ეს დაზოგვა, ამ ფულით დაზოგვა არანაირად არ გამოდის რა. ეს იგივე ფასიანი საღებავიც არ ვარ გაკაპიტად რა. არ მიჯერებ რო გელაპარაკებით, რა გავაკეთო მითხარი. არ გაგიგია მაინც ჩვენ არ ვართ სათანადოდ მდიდრები, რომ იაფასიანი პროდუქცია შევიძინოთ. ახლა უნდა მეუბნებოდე მე მაგას კაცო. აბა როდის უნდა მეთქვა? როდის და იმ თეთრ კარკას რომ მიადექი იმ ყვითელი საღებავით მაშინ. რა ჩემი ბრალია, შენ ფულის ყარსი არ იცოდე რას. ვაიმე. ყარსი, ხო, ყარსი. აი მე ლაშიკო რა დღეში აქაურობა ლაშიკო შეხედე რას დაემსგავსა ბავშვების ოთახი რა. აი მე სკიბე მაინც არა მოგვეტანა რა. კიბის garaშე სადამდე შევწრებოდით იქამდე გავაფუჭებდით რა. არა უშავს. კარგია მაინც რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ რემონტის გაკეთება. ასე უფრო კარგად გავიგებ თუ რა გვაქვს ახლა უკვე გასაკეთებელი. ბავშვების ოთახი ზარალში უნდა ჩავწეროთ რა. ოჰო. აი მე ის საღებავიც სულ საძინებელში წავიდა ხო? კი. ხო ესე იგი, ანუ ეგეც ზარალში ჩავწეროთ. ხოჭ ეგ რატო? მან შპალერი უნდა გაგვეკრა. აი ესე 74 რაიმე აღარ შემიძლია რა, მოკლედ ლაშა, არ ვიცი, ესე იგი დღევანდელი დღის შედეგი ესეთია. თეთრი კარკასიდან მივიღეთ ყვითელი კარკასი. არა უშავს კეთებან. ამ ეხლა ცოტა ფულს დავახარჯავთ. ისევ თეთრ კარკასამდე მივალთ და მე შევუბეროთ ერთი მაგარი რემონტი რა. მიდი ახლა დაითვალე. იგი მე რა მითხარი? აღარ შემიძლია. ითვალე და კარგი კაცო, რას დაგიმსგავსებია? რა უბედურება, ან ეს ბავშვების ოთახი რას გავს? ანი გვერდზე რას გავს? რა არის რა? ვიცი, ირაკლი, ბავშვებმა იმაიმუნეს რაღაცა, რა ვიცი, მე გადავირი 1000 ლარი მაინც დამჭირდება რომ ძველ იმას დაუბრუნო. მოიცა ერთი. მოიხა შე რა გინდა მითხრა ლაშა რომ ეს ბავშვებმა მოახერხეს ამდენი გააოხრეს ნახევარი სახლი, მოსპეს ბავშვებმა? აბა, მეც ეგ არ მიყვირს ირაკლი, როგორ მოახერხეს? რას დადექით აქ? აბა, გავაგზავნეთ ლაშა მუშაობა, გავაგზავნეთ. ირა, ნახე რა შევღებეთ ყველაფერი, ჰა? გატიშა ეხა მან. მიდი ბავშვებო. განაგზეთ თქვენ მუშაობა, ხო და როგორ ჩემით ბავშვებო, მე ამოდით ჩემთან დავლინოთ. ირა, გოგიზღვინო გაკ? არა, მსხლის ლიმონადი. სანდრო რა. ეხა ლიმონადი ცუდია თუ.